რატომ გიზიდავს ემოციურად მიუწვდომელი ხალხი? პირველი, ინტენსიური ემოციები მეტად გიზიდავს ვიდრე დაცულობის შეგრძნება. თუ მიჩვეული ხარ ემოციურ საქანელებს, მშვიდი სიყვარული შენთვის მოსაწყენი ხდება. შენი ტვინი მიილტვის ეგრეთ წოდებული ცხოვრების აზრისკენ და ინტენსიურობა ურთიერთობაში გეშლება სიყვარულში. და სანდო პარტნიორის არჩევის მაგივრად მიიწევ იმათკენ, ვინც ემოციურ საქანელებზე მაქსიმალურ მხიარულებას მოგანიჭებს. მაგრამ როდესაც რეალურად გვერდში დგომა დაგჭირდება, ესეთი ადამიანები სადღაცას ქრებიან. მეორე, ასეთ ხალხთან ურთიერთობა იგრძნობა როგორც გამოწვევა. ემოციურად მიუწვდომელი ხალხი კი ქმნის ექსკლუზიურობის შეგრძნებას და რახან ადვილად არ იხსნებიან, ან გასახსნელით შეიძლება არაფერი არ ქონდეთ. გინდება ის ადამიანი გახდე, ვისთანაც თავიანთ ექსკლუზიურობას განფუთავენ, რათა თავი იგრძნობინათ განსაკუთრებულად, რადგან იმ კუნძულამდე მიაღწიე, სადაც ჯერ არავის დაუდგამს ფეხი. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მათი აღმართული კედლები შენ საერთოდ არ გეხება. რაზე გაგიჟებაც კიდევ უფრო მეტად დაგარწმუნებს, რომ რასაც არ უნდა ეცადო, მაინც მცდარი იქნება. მესამე, შეიძლება ეს მდგომარეობა შენთვის ნაცნობია. მაგალითად, ისეთ ადგილას გაიზარდე, სადაც ხალხი იყო დისტანცირებული, ან არაპროგნოზირებადი, ან არასანდო, ანდაც ემოციურად მიუწვდომელი. დაისწავლე, რომ სიყვარული ისაა, რაც უნდა დაიმსახურო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი შენთვის არასასარგებლო იყო, შენ ამას გადაურჩი და ტვინი უბრალოდ იმეორებს პატერნს, რომელსაც ამჩნევდა შენთვის დამანგრეველია. მაგრამ არ ცვლი, რადგან შეცვლისათვის საჭირო იმპულსი ჯერ არ წარმოქმნილა.